ფაქტია, რომ ისეთ ტრაკულ დროში ვცხოვრობთ, როდესაც საკუთარ ჰობიზე და საკუთარ ინტერესებზე იმდენს ვერ ხარჯავთ, რამდენიც გვინდა რომ დავხარჯოთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ხელს გვიწყობენ სხვადასხვა ქვეყნები და სხვადასხვა ბრენდები, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავიკმაყოფილოთ რაღაც მოთხოვნილებები. ბოლო წლებია ბაზარზე გამოჩნდა უამრავი ჩინური ბრენდი, დანების ბრენდებზე მაქვს საუბარი, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, რომ დიდი დანახარჯების გარეშე გქონდეს ის ნივთები, რომლებიც აქამდე გვინდოდა და ამერიკული მწარმოებლებისაში მაგდენ თანხას ვერ გადავიხდით. ეს არ არის რეპლიკები, ეს არის ორიგინალური დიზაინების მქონე დანები, ორიგინალური დიზაინის მქონე ხაზები, რომლებიც არაფრით არ ჩამოუვარდება ხარისხობრივად ამერიკულ და ევროპულ ნაწარმს. დღეს მინდა გელაპარაკოთ ერთ-ერთ ეგეთ ბრენდზე. კომპანია Royal Steel შეიქმნა 2013 წელს, თანამშრომლობს რამდენიმე წონიან ევროპულ დიზაინ კომპანიასთან და კონკრეტულ დიზაინერთან, რომლებთან ერთადაც იქმნება ძალიან ისეთი საინტერესო ხაზები და მოდელები. ერთ-ერთი ყველაზე კარგი შენაძენი, რაც მათი ბრენდის მაქვს, ეს არის Royal Steel Luna, ესე ქვია, ეს არის Luna Eco. და ამ სერიაში უამრავი კონფიგურაციით იყიდება და აქვთ სხვადასხვა მოდელი, აქვთ სხვადასხვა ფასი და მატერიალები. კორპუსი მთლიანად უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. ზომის მიუხედავად საკმაოდ მძიმეა და კარგად იგრძნობა, როგორი შეკრული ტიპია. წონა აქვს 83 გრამი. პირის მასალა არის Bowler K100. ინდუსტრიული ფოლადი და მახასიათებლებით საკმაოდ ახლოს არის D2-თან, თუმცა ვთვლი რომ რაღაცეებში დაჯობია. პირის სიგრძე არის 7 სანტიმეტრი, სრული სიგრძე არის 16 და 8 სანტიმეტრი. პირის სისქე საკმაოდ მოკრძალებული და თხელია და 2 მმ-ს შეადგენს. ჩამკეტი არის frame lock-ი და გამხსნელი არის thumb stud. ესეთ სერიის გამოდებით იხსნება არანაირი ფლიპერი, front fliperi, phantom fliperi და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი thumb stud-ი აქვს გასახსნელი. როგორც ხედავთ, თვითონ მოდელი უთხელესია და უკომპაქტურესია და კლიპსაც ეგეთი ძალიან საინტერესო აქვს. პასტას უფრო გავს ვიდრე დანას. ძალიან თხელი და კაი ტიპია მაგ ამბავში. ორი რამ არ გავაგრძელო, ძალიან საინტერესო დანაა და მოდელია და არ ვიტყოდი რომ აი სხვა ვიდეოებში მიხსენებია ხოლმე რომ საკოლექციოდ კარგია. არა, საკოლექციოდ არა, პირადი გამოყენებისთვის, ყოველდღიური ტარებისთვის ვთვლი რომ ერთ-ერთი ძალიან კარგია თავის საფასო კატეგორიაში. ეს იყო და ეს. მადლობა.